ბურევესტნიკის შემდეგ პოსეიდონი, კრემლის შანტაჟის რიტორიკა და ტრამპის პასუხი ახალ ბირთვულ გამოცდებზე. ამასობაში კი ტრამპი და სი ძინპინი შეთანხმდნენ, ხოლო მოსკოვი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. პარალელურად ძალიან კრიტიკული რჩება ვითარება პოკროვსკსა და მიხნიოვსკში. გამარჯობა. დღეს 1 ნოემბერია 2025 წელი, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1346 დღე გავიდა. მე რატი ვარ მუჯერი ჟურნალისტი, თქვენ უყურებთ პროექტს რა ხდება უკრაინაში. ზემოთ ჩამოთვლილ თემებზე ვისაუბრებთ დღეს და ამას გარდა შევაჯამებ ოქტომბრის თვის სტატისტიკას, რა და როგორ განვითარდა. თუმცა მანამდე ტრადიციულად თქვენ მოგმართავთ, დიდი მადლობა ყველას, ვინც აქტიურად მიყურებთ, აქტიურობთ კომენტარებში, ალაიქებთ ვიდეოს, აზიარებთ თქვენ სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც დონაციას ეწევა. დონაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს ხმის სისტემის და ზოგადად ტექნიკური სიტუაციის გაუმჯობესებისთვის არხზე, ვისაც გაქვთ სურვილი დონაციის, აღწერაში ანგარიშის ნომერია. ხოლო თქვენ, ვინც პირველად უყურებთ ჩემს ვიდეოს, გეტყვით რომ ხართ YouTube არხზე რატი მუჯირი, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. გადავიდეთ ახლა სიტუაციის მიმოხილვაზე, როგორც გითხარით, ძალიან კრიტიკული მდგომარეობა არის პოკროვსკსა და მიხნიოვსკში და ფრონტზე არსებულ ზოგად სიტუაციაზე. ეპიზოდის მეორე ნაწილში უკვე რუკებზე ვეცდები გაჩვენოთ, სად რა ხდება და როგორი მდგომარეობაა. მანამდე პოსეიდონი ახალი იარაღი გამოცადეს რუსებმა. კრემლი აცხადებს, რომ ბირთვული თავაკების მატარებელი ახალი ძალიან ძლიერი რაკეტა აქვთ. ამ შემთხვევაში საუბარია წყალსქვეშა ამბავზე და როგორც ჩანს, იმან რომ ბურევესტნიკმა არ იმოქმედა სამყაროზე, ახლა გადაწყვიტეს, რომ პოსეიდონი წარმოადგინონ. თუმცა დიდად ვერც ამან იმოქმედა, ამის საპასუხოდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება ახალი ბირთვული გამოცდების შესახებ. და როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა კრემლი დააფიქრა, თუ არ შეაშინა და უმალ მოყვა პესკოვის განმარტება, რომ იცით რა არის, ბურევესტნიკი და პოსეიდონი კი არის ბირთვულ ძრავიანი და კი ატარებს ბირთვულ თავაკებს, მაგრამ მათი გამოცდა ბირთვული არ ყოფილაო და თქვენც არ დაიწყოთ ბირთვული გამოცდებიო. როგორც ჩანს, მე ხშირად მაქვს ნათქვამი, რომ ბირთვული შეიარაღება თუ კი ადრე იყო შემაკავებელი ომების, ახლა ის გადაიქცა შანტაჟის იარაღად და ამ შანტაჟს რუსეთი ძალიან წარმატებულად მიმართავდა. თუმცა, როგორც ჩანს, სამყარომ გადაწყვიტა, რომ ამ შანტაჟზე აღარ უპასუხოს იმ ფორმით, რა ფორმითაც პასუხობდა და ტრამპი პირიქით ესკალაციაში შევიდა, შეიძლება ითქვას, ახლა ჩვენ ვადევნებთ ბირთვულ ესკალაციას თვალყურს, იქიდან გამომდინარე, რომ კრემლი სულ უფრო ხშირად გვაცნობს ხოლმე მათი ახალი ბირთვული შეიარაღების შესახებ და მათი გამოცდების შესახებ ინფორმაციებს და ამის საპასუხოდ ტრამპი ადგა და თვითონაც გადაწყვიტა აწარმოოს ახალი ბირთვული გამოცდები. ნახოთ ამ ყველაფრისგან რა გამოვა, თუმცა ფაქტი ერთი არის, რომ თუკი ორეშნიკზე მაშინ სამყარომ რეაგირება მოახდინა და დაიწყეს საუბარი, რომ რაღაცა ახალი შეიარაღება აქვთ. რუსებს ახლა უკვე იმ ეფექტს ვეღარ ახდენს ახალი განცხადებები. შესაბამისად, მივიღეთ ის, რომ ტრამპიც აპირებს ახალ ბირთვულ გამოცდებს. ამის პარალელურად მალიუკმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გააკეთა განცხადება, რომ ზაფხულში სწორედ იმ 7 თუ როგორც არის ცნობილი დაახლოებით 7 ორეშნიკი აქვთ რუსებს და მათგან ერთი სახმელეთო ბაზირებაზევე გაანადგურეს უკრაინელებმა და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ SPO-მ ძალიან წარმატებული ოპერაცია ჩაატარა პაუტინას გულისხმობ ამ შემთხვევაში, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ინფორმაციაც უფრო მეტად სიმართლე იქნება, ვიდრე საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის შემადგენელი ნაწილი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთით ნაკლები ორეშნიკი აქვთ თვითონ რუსებს. რაც არ უნდა ვივარაუდოთ და ზუსტად ვიცით, არის ის, რომ მოსკოვი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. და ომის დაწყებიდან 3 დღეში რომ კიევი უნდა დაცემულიყო, ომის დაწყებიდან თითქმის 4 წლის თავზე მოსკოველებმაც იგრძნეს ომის დისკომფორტი საკუთარ თავზე. მე შეგახსენებთ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომ
რომელიც დაახლოებით 1 თვის წინ გააკეთა, ცოტა მეტი ხნის წინ, რომ თუ კი რუსეთი განაგრძობს ამ ზამთარშიც უკრაინის ენერგოსისტემაზე დარტყმას, მაშინ მოსკოვი დარჩება ელექტროენერგიის გარეშე და ზელენსკიმ სიტუაცია შეასრულა, ასე ვთქვათ, რუსებმა ამ ზამთარშიც როგორც მოსალოდნელი იყო იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგოსისტემაზე, რასაც უპასუხეს უკრაინელებმა, თავიდან იქვე უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდში იყო ბლეკაუთები, გუშინ ღამე კი მოსკოვს გაეთიშა ელექტროენერგია. ნუ გასაგებია ცოტა გაზვიადებული, როდესაც ვამბობთ მოსკოვს, იმიტომ რომ მოსკოვი დიდი ქალაქია და თავს მოსკოვს არ გათიშია, რა თქმა უნდა, თუმცა გარკვეულ საცხოვრებელ უბნებს გაეთიშათ ელექტროენერგია. შესაბამისად, ნახოთ აქაც როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტი ის არის, რომ უკრაინა პასუხს უბრუნებს რუსეთს თავის აგრესიაზე და ამ სარაკეტო დარტყმებზე სულ ცოტა ხანში უკვე სტატისტიკას შემოგთავაზებთ. მანამდე მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო და აქ საუბარი არის სი ძინპინის და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე. ტრამპის ვოიაჟის ფარგლებში ამ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ტარიფების პოლიტიკას გადახედავენ და ის რა სპირალშიც იყვნენ აღარ მოხდება, ასევე ჩინეთმა, ასე ვთქვათ, უარი თქვა იმ შეზღუდვებზე, რომელიც დაუწესა ამერიკულ კომპანიებს სხვადასხვა ბუნებრივ რესურსებზე. მოკლედ, აქაც გარკვეული შეთანხმება შედგა, სხვათა შორის სი ძინპინის და დონალდ ტრამპის შეხვედრაზე და მის მნიშვნელობაზე უფრო ვრცლად ვსაუბრობ კიდევ ერთ პროექტში, რომელშიც მონაწილეობას ვიღებ, ეს არის ბოლო სიტყვა და ამ არხის აღწერაში ამ არხის ლინკიც იქნება და ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ იქ გადახვიდეთ და ნახოთ. ეს არის პროექტი, სადაც 5 ჟურნალისტი, 3 თბილისიდან, 1 ბრიუსელიდან და 1 ვაშინგტონიდან დამოუკიდებლად ვაწარმოებთ არხს და მიმოვიხილავთ არსებულ სიტუაციას, ასე რომ გირჩევთ იმ არხსაც გადახვიდეთ. სი ძინპინის და აი ამ ტრამპის შეხვედრის პარალელურად გავრცელდა ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ინდოეთმა და ამერიკამ სამხედრო პაქტი 10 წლიანი გააფორმეს, რაც გულისხმობს თანამშრომლობას სამხედრო სფეროში. გასაგებია და ეს იმდენად არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ტრამპის მიერ როსნეფტის და ლუკოილის დასანქცირების შემდეგ ჩვენ სულ უფრო ხშირად გვესმის ინდური ნავთობკომპანიების, მათ შორის სახელმწიფო, ასევე ჩინურისაც, სხვათა შორის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აღარ შეისყიდიან რუსულ ნედლეულს. გასაგებია, რომ 21 ნოემბრამდე აქვს ყველა კომპანიას მიცემული ვადა იმისთვის, რომ მან გაისწორება დაასრულონ რუსულ კომპანიებთან და უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა რუსეთმა კიდევ იპოვოს გვერდის ავლის გზები ამ სანქციებისთვისაც, მაგრამ ის რომ ეს მათთვის ტკივნეული იქნება, რუსული რეაქციებიდანაც ჩანს, მათ შორის იქიდანაც ჩანს, რომ ინდოეთმა, ასე ვთქვათ, უკვე განაცხადა ძალიან ბევრი მასაწარმოო, რომ აღარ შეისყიდიან ამ ყველაფერს. შეგახსენებთ, თუ კი არ ხარგავთ გამოწერილი, ახლა გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, გააზიაროთ თქვენ სოციალურ ქსელებში. კიდევ ერთი საკითხი, რასაც მინდა შევეხო, ეს არის მობილიზაციის საკითხი რუსეთში. ომის 4 წელმა ჩვენ გვაჩვენა, რომ რუსეთს გაცილებით ძლიერი ეკონომიკა ჰქონია, ვიდრე არმია ჰყავს, არადა გვეგონა, რომ მსოფლიოში მეორე სიძლიერით არმია იყო. არმიამ იმდენ წარმატებას ფრონტზე ვერ მიაღწია, რამდენსაც ეკონომიკამ იქიდან გამომდინარე, რომ გაუძლო ამ ომს და პირველი ფაზის მობილიზაციის შემდეგ, როდესაც პუტინმა ნახა, რომ ეს საზოგადოებრივ უკმაყოფილებას იწვევდა, გადავიდა საკონტრაქტოზე, ასე ვთქვათ. და ერთია, როდესაც ძალით მობილიზებული ხალხი მიყავს ფრონტზე და ისინი იქ იღუპებიან, მეორეა ადამიანი, ვინც თავის ნებით მიდის, ამისთვის დიდი გასამჯელოს იღებს და ისკვდება. ამაზე რუსეთი ისე მტკივნეულად არ რეაგირებს, როგორც იძულებით გაწეულებზე. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ უკვე დიდი ხანი არის, სწორედ აი ამ სისტემით არის მობილიზაციის ნაცვლად, რაღაცა საკონტრაქტო სისტემით ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ადამიანი მიდის ომში იმ მაღალი ანაზღაურებების გამო, რომელიც მათ გააჩნიათ. შესაბამისად, როგორც ვთქვით, ეკონომიკამ ამას გაუძლო, თუმცა უკვე გვაქვს ინფორმაციები რუსეთიდან იმის შესახებ, რომ რამდენიმე ფედერალურ ოლქში და მომიჯნავეთ არის ეს ოლქები, დაიწყეს ამ გადასახდელი თანხების შემცირება და ფულის დაზოგვა ომზე. თუმცა ფაქტობრივი მოცემულობა ესეთი არის, პუტინი ამ ტიპის რუსეთს დიდი ხანია აშენებდა, 2-3 დიდი ქალაქი, სადაც მოქალაქეებმა უნდა იცხოვრონ კარგად და უნდა იყვნენ მდიდრები და ასევე
ეს ოტოა, ჩემი ძაღლი და ასევე დანარჩენი რუსეთი, რომელიც პრაქტიკულად არის ღარიბი და მათთვის ერთადერთი, ასე ვთქვათ, შემოსავლის წყარო ამ შემთხვევაში გახდა ომი. რადგან რუსი მამაკაცები, რომელსაც არავითარი შემოსავალი არ აქვთ, მიდიან ომში, იღებენ დიდ შემოსავალს და თუ კი შეეწირებიან ამ ომს, მერე მათი ოჯახი იღებს გარკვეულ ანაზღაურებას. შესაბამისად, ესეც არის, ასე ვთქვათ, პუტინის რუსეთის რეალობა. და ახლა უკვე ნელ-ნელა გადავიდეთ სტატისტიკაზე, საჰაერო დარტყმების სტატისტიკაზე, ასე ვთქვათ, რომელსაც აწარმოებდა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ. დავიწყოთ საერთო მონაცემებით, როგორც ხედავთ, ოქტომბერში სულ უკრაინის მიმართულებით გაშვებული იყო 5370 სხვადასხვა ტიპის მფრინავი ობიექტი, მათ შორის იყო 97 ბალისტიკური რაკეტა, 156 ფრთოსანი რაკეტა და დრონები სხვადასხვა ტიპის და მოდიფიკაციის 5051. აქედან, როგორც ხედავთ, სულ ჩამოგდებულია 4158 სამიზნე, 16 ბალისტიკური, 112 ფრთოსანი, ხოლო 4030 ჩამოგდებული არის დრონი. ეხლა ეს ყველაფერი ჩვენ დეტალურად ჩავშალოთ, რამდენი სად გაფრინდა და როგორ და პირველ რიგში გადავიდეთ კომბინირებული თავდასხმების სტატისტიკაზე. კომბინირებული თავდასხმები არის, ოდესაც დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები ერთდროულად მოფრინავს. ესე იგი, თქვენ ახლა ხედავთ სტატისტიკას, რომ 10ჯერ მოხდა უკრაინაზე კომბინირებული თავდასხმა და აი ასეთი არის მონაცემები, რასაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ. უნდა აღინიშნოს, რომ ოქტომბრის დასაწყისი განსაკუთრებით გამოირჩა 3-ში, 4-ში და 5-ში, როგორც ხედავთ, პრაქტიკულად 3 დღე მიყოლებით ხდებოდა ეს კომბინირებული თავდასხმები და აქედან გამომდინარე, სწორედ მე, როდესაც ვაჯამებდი სექტემბერს, თუ სწორად მახსოვს, იყო 5 ოქტომბერი, მაშინ ვივარაუდე, რომ რუსები ოქტომბერში განსაკუთრებულად მიმართავდნენ სწორედ აი ამ კომბინირებულ თავდასხმებს და რომ ჰქონდათ დაგროვილი გარკვეული რაოდენობის შეიარაღება ზამთრის წინ უკრაინული ენერგოსისტემის გამოსაყვანად და თუ კი წინა თვეებში ჩვენ ჰქონდა, ასე ვთქვათ, მოცემულობა, როდესაც დაახლოებით 5 დღეში ერთხელ ხდებოდა კომბინირებული მასირებული თავდასხმები, როგორც ხედავთ, ახლა ოქტომბერში ეს პრაქტიკულად 3 დღეში ერთხელ ხდებოდა, ანუ ერთი თვის განმავლობაში 10ჯერ იყო ასეთი თავდასხმა. თუმცა, თუ კი დავაკვირდებით, აი ესეთი მასირებული, რასაც ქვია, სადაც თქვათ 10-ზე მეტი ბალისტიკური ან ფრთოსანი რაკეტა იყო გაშვებული, ასეთი ისევ 5 იყო და თქვენ ხედავთ ამ ყველაფერს ახლა სტატისტიკურად, ასე ვთქვათ, ეკრანზე. ნუ გავყვეთ, მოკლედ 3-ში სულ 416 სამიზნე იყო, აქედან 7 ბალისტიკური, 28 ფრთოსანი, 391 დრონები, 4-ში 112 სამიზნე, 3 ბალისტიკური, არც ერთი ფრთოსანი, 109 დრონი, შემდეგ უკვე 5-ში ჰქონდა თავდასხმა ასევე და ესეც იყო მასირებული თავდასხმა, ჯამში 559 მფრინავი ობიექტი, აქედან 2 ბალისტიკური, 51 ფრთოსანი, ხოლო 469 დრონი. ამის შემდეგ უკვე პაუზა იყო და 10 რიცხვში იყო კომბინირებული თავდასხმა, 497 საერთო სამიზნე, 16 ბალისტიკური, 16 ფრთოსანი, 465 დრონების, შემდეგ უკვე 16-ში 357 საერთო მონაცემი, 28 ბალისტიკური, 9 ფრთოსანი, 320 დრონი, შემდეგ 20 რიცხვში 63 ჯამში 3 ბალისტიკური, არც ერთი ფრთოსანი, 320 დრონი, 22-ში, 25-ში, 30-ში და 22-ში განსაკუთრებით მასირებული იყო ეს თავდასხმები, როგორც ხედავთ, 30-ში ეს იყო 705 მფრინავი ობიექტი, აქედან 13 ბალისტიკური, 39 ფრთოსანი, ხოლო 653 დრონი. ახლა გადავიდეთ უშუალოდ დრონების სტატისტიკაზე. დრონებთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ,
ჩამოგდების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი რჩება უკრაინას, აი ასეთი არის მონაცემები, აი ეს მაღალი რიცხოვნობა დრონების სწორედ იმ დღეებს ემთხვევა, როდესაც იყო კომბინირებული თავდასხმები და დღეების რიცხვებით რომ გადაგყავთ, ასე ვთქვათ, პირდაპირ შეჯამებაზე გადავიდეთ, შეჯამებულ მონაცემებზე ოქტომბრისთვის. ჯამში უკრაინის მიმართულებით ოქტომბერში გაშვებული იყო 5051 დრონი, ხოლო მათგან უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა, მეზენიტებმა ჩამოაგდეს 4030, რაც ნიშნავს, რომ დრონების ჩამოგდების მაჩვენებელი 80%-ის ფარგლებში ისე ინარჩუნდება, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის. როგორც იცით, შემდეგ უკვე გადავიდეთ კიდევ ერთ მონაცემებზე, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, ეს არის დრონებთან მიმართებით, როდესაც ხდება დრონების თავდასხმა. აქ ძალიან ხშირად იყენებენ რუსები მულიაჟებს და აი ხა თქვენ სწორედ აი ამ სტატისტიკას ხედავთ, წითელი არის საბრძოლო დრონების რაოდენობა, ხოლო მწვანე მულიაჟების. ზოგადად დრონების გამოყენება კომბინირებული თავდასხმის დროს ხდება იმისთვის, რომ გადაიტვირთოს უკრაინული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და ბალისტიკურმა თუ κτოსანმა რაკეტებმა უფრო მარტივად შეძლონ სამიზნეებამდე მიღწევა, ხოლო როდესაც ხდება მხოლოდ დრონებით თავდასხმა, აქ ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ნამდვილ საბრძოლო დრონებთან ერთად მულიაჟებს, ფეიქ დრონებს უშვებენ, ვიზუალურად ისინი არაფრით გამოირჩევენ, უბრალოდ საბრძოლო მუხტს არ ატარებენ და ესეც ხდება სწორედ იმიტომ, რომ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გადაიტვირთოს, მეზენიტე ვერ არჩევს მიწიდან, რომელი არის ნამდვილი დრონი, რომელი მულიაჟი, შესაბამისად ნებისმიერ სამიზნეს, რომელსაც აღმოაჩენს, ის უნდა ჩამოაგდოს და ისევ დღეების მიხედვით ჩაშლილ სტატისტიკას უყურებთ ახლა თქვენ, ხოლო მათი ასე ვთქვათ პროცენტული მაჩვენებელი ასეთი არის. სულ როგორც გითხარით, ოქტომბერში უკრაინის მიმართულებით გაშვებული იყო 5051 დრონი, საიდანაც 2090 იყო მულიაჟი, ხოლო 2961 საბრძოლო დრონი, ანუ აი ამ თავდასხმების დროს ოქტომბერში 40% დრონებისა იყო მულიაჟი, ანუ არა საბრძოლო დრონი. შემდეგ გადავიდეთ უშუალოდ ბალისტიკური რაკეტების სტატისტიკაზე. ოქტომბრისთვის აი თქვენ ხედავთ, რომ სწორედ კომბინირებული თავდასხმების დროს იყო გამოყენებული ბალისტიკური რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები რჩება იმ ახილევსის ქუსლად, რაც არის უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებისთვის ძალიან უჭირთ ბალისტიკური რაკეტების ჩამოყრა და აი ასეთი არის მაჩვენებელი 15%-ზე ოდნავ მეტი. ჯამში ოქტომბრის თვეში უკრაინის მიმართულებით გაშვებული იყო 96 ბალისტიკური რაკეტა და მათგან მხოლოდ 15-ის ჩამოგდება მოახერხეს უკრაინელებმა, შესაბამისად, როგორც გითხარით, ბალისტიკასთან მიმართებაში ჩამოგდების მაჩვენებელი 15%-ზე ოდნავ მეტია. რაც შეეხება ფრთოსან რაკეტებს, ამასთან დაკავშირებით შედარებით საგრძნობლად უკეთესი სიტუაცია აქვთ უკრაინელებს. ეხლა თქვენ ხედავთ სწორედ ღიურ ჭრილში, როდის გაუშვეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები და ესენიც რა თქმა უნდა ემთხვევა კომბინირებული თავდასხმების დღეებს და განსხვავება ბალისტიკასთან ის არის, როგორც ხედავთ, რომ საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია ჩამოგდების, პროცენტულად ასე გამოიყურება. სულ გაშვებული იყო 156 ფრთოსანი რაკეტა უკრაინის მიმართულებით, მათგან 112-ის ჩამოგდება უკრაინულმა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემას შეძლეს, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 72%-მდე არის, ასე ვთქვათ, ჩამოგდების მაჩვენებელი ფრთოსან რაკეტებში. და ეს არის საერთო მაჩვენებელი ჩამოგდებული და გაშვებული იმის რა ქვია საჰაერო სისტემების უკრაინის მიმართულებით, როგორც ხედავთ, საერთო ჯამში თუ კი დავაჯამებთ დრონებს, ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს, მათი საერთო მოცემულობებიდან გამომდინარე, იქნება მაჩვენებელი 77%, რაც რჩება, ასე ვთქვათ, მაღალ მაჩვენებლად ჩამოგდების საკითხში, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში ბალისტიკაზე უკრაინელებს უჭირთ და ახლა მინდა კიდევ ერთი სტატისტიკა გაგაცნოთ, ეს არის რუსეთის ფედერაციის დანაკარგები მხოლოდ, ასე ვთქვათ, 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე და ბოლო 2 თვის შეჯამებით, ასე ვთქვათ.
უნდა გითხრათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს მონაცემები არის უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული, თავად რუსები რა თქმა უნდა საკუთარ დანაკარგებზე არ ლაპარაკობენ და მოდი მივუყვეთ სტატისტიკას. თქვენ პირველ ხაზში ხედავთ 30 სექტემბრის მდგომარეობით არსებულ ვითარებას და მეორე სვეტში ხედავთ უკვე 31 ოქტომბრის დროით არსებულ ვითარებას და როგორი არის მატება, ასე ვთქვათ. დავიწყოთ ცოცხალი ძალა ცოტა ცინიკურად ჟღერს პირადი შემადგენლობა, დაღუპულები, დაჭრილები და დაშავებულები 1,111,530 სექტემბრის მონაცემებით, 1,142,800 ოქტომბრის ბოლოს მონაცემებით, ანუ გამოდის, რომ მხოლოდ ოქტომბერში 31,000-ზე მეტი ადამიანი დაკარგა რუსეთმა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ აქ არის გულისხმობია მხოლოდ გარდაცვლილები, აქ არიან დაჭრილებიც, დაშავებულებით. შემდეგ ტანკები უკვე 11,226 11,315-თან, აქ მატება გვაქვს 89 ტანკი, სხვადასხვა ტიპის ჯავშან ტრანსპორტიორი საბრძოლო მანქანა 23,292 იყო სექტემბრის ბოლოს, 23,524-ია ოქტომბრის ბოლოს და აქ მატება გვაქვს 232 ერთეულით, არტილერია, სხვადასხვა ტიპის არტილერია 33,328 იყო განადგურებული სექტემბრის მონაცემებით, 34,167-ია განადგურებული ოქტომბრის ბოლოსთვის, აქაც მატება 829 ერთეული, შემდეგ უკვე რეაქტიული არტილერიის ჯერია, რეაქტიული არტილერია სექტემბრის ბოლოსთვის იყო 1506 განადგურებული, ხოლო ოქტომბრის ბოლოს განადგურებულია 1535, აქაც მატება 35 ერთეულით, ბოდიში 29 ერთეულით, შემდეგ უკვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები 1224 იყო განადგურებული რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა 30 ოქტომბრის მონაცემებით, ხოლო სექტემბრის მონაცემებით, ხოლო 31 ოქტომბრის მონაცემებით ეს არის 1234, ანუ აქ 10 სხვადასხვა სამიზნე გაანადგურეს უკრაინელებმა. შემდეგ უკვე გადავდივართ თვითმფრინავებზე, 30 სექტემბრის მონაცემებით 427 თვითმფრინავი ყავდათ უკრაინელებს განადგურებული, ხოლო ერთი თვის თავზე ეს რიცხვი 428-ს წარმოადგენს, რაც ნიშნავს, რომ დამატებით ერთი, ასე ვთქვათ, საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ვერტმფრენებს რაც შეეხება, აქ არაფერი შეცვლილა, 346 ვერტმფრენი იყო ჩამოგდებული ერთი თვისին, ანუ ოქტომბერში ვერტმფრენი არ ჩამოუგდიათ, რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის დრონებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, 65,604 იყო სექტემბრის ბოლოს მონაცემებით, 77,003 არის ოქტომბრის ბოლოს მონაცემებით, 11,399 დრონი, ასე ვთქვათ, ჩამოაგდეს მხოლოდ ამ ერთ თვეში, ოქტომბერში და მცურავი სხვადასხვა ტიპის მცურავი ობიექტი 29 ეს რიცხვი არ შეცვლილა, აქაც მატება ამ მიმართულებით არ არის. და ახლა გადავიდეთ უკვე ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, როგორც გითხარით, პოკროვსკში და მიხოროჩში საკმაოდ კრიტიკული არის ვითარება, თუმცა რაც მინდა აღვნიშნო, ის რომ პოკროვსკის მიუახლოვდნენ და მიადგენ რუსები ამის შესახებ, პირველი ინფორმაცია გავრცელდა 1 წლის წინ. შარშან, სადღაც სექტემბერში გავრცელდა ეს ინფორმაცია, მაშინ დაიწყო ამ ქალაქის ევაკუაცია, იმიტომ რომ არტილერიით უკვე წვდებოდნენ და აი ერთი წლის შემდეგ უკვე პოკროვსკში შევიდნენ, იქ საბრძოლო ვითარება ძალიან მძიმე მდგომარეობაში არის, მძიმე არის ვითარება და ახლა როგორც გითხარით, გადავიდეთ რუკაზე და იქ შევხედოთ რა და როგორ ხდება. გადავიდეთ მოკლედ რუკებზე, როგორც იცით, ყოველთვის თითქმის ყოველთვის უბრალოდ Deep State-თან ერთად, განსაკუთრებით ბოლო ეპიზოდებში, Deep State-თან ერთად წარმოგიდგენთ ხოლმე რუსული წყაროს სლივაჩნი კაპრის ასეთი რუკებს შესაძლებლად, თუმცა რატომღაც სლივაჩნი კაპრის 29 ოქტომბრის მერე არ განუახლებია ინფორმაცია, ხედავთ უკან მიდის, თუმცა წინ 29-ის მერე სიტუაცია არ არის განახლებული. აქ ყველაზე კრიტიკული ვითარება სადაც არის პოკროვსკი, მან გადავამოწმე იქნება თარიღი არ მუშაობს, მაგრამ არა, საკმაოდ მოძველებული ინფორმაციები აქვს, ანუ იმ დროინდელი, როდესაც სწრაფი გარღვევა დაიწყო, შეიძლება ითქვას, ცოტა პლუს მინუს
და აქ სლივერსნი კაპრიზის ასე ვთქვათ რუკების ნახვის აზრის დღეს მოკლებულია ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მოძველებული ინფორმაციები აქვს და იმაზე ნაკლები აქვს ოკუპირებული, ვიდრე რეალურად არიან შესრულები იგივე პოკროვსკის მიმართულებაზე, ამიტომ Deep State-ის ასე ვთქვათ ალტერნატივად წარმოგიდგენთ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკას, ეს ასე ვთქვათ ამერიკული წყარო არის, საკმაოდ გამოცდილი, დიდი ხნის, ანუ სპეციალურად ამ ომისთვის არ არის შექმნილი და შესაბამისად ასე ვთქვათ ვითარებას Deep State-ს შევადარებს სწორედ აი ამ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკებს და ანუ პირდაპირ რა თქმა უნდა ყველაზე კრიტიკული ვითარება სადაც არის პოკროვსკი აქ ჩამოვიდეთ თქვენ ხედავთ რომ აი ასეთი ვითარება არის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზე აი ეს ქალაქი პოკროვსკი ყვითელი ობიექტი ყვითლად მონიშნული ამ რუკაზე ნიშნავს ის სადაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და ხედავთ რომ პოკროვსკიში აი ასეთი მდგომარეობა ახლა გადავიდეთ Deep State-ზე და Deep State-ის რუკაზე ასე ვთქვათ გაჩვენებთ და შევადაროთ აგერ პოკროვსკი აქ მდგომარეობა ესეთია და როგორც ხედავთ ასე ვთქვათ დაახლოებით ანალოგიური ვითარება არის, რაც ასახული არის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზე. აი აქ საბრძოლო მოქმედებები ყვითლად არის მონიშნული, ხოლო აი აქ ნაცრისფრად. დავიწყოთ შესაბამისად, ანუ არაფერი არსებითი სხვაობა ამ მიმართულებით ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არ არის. თუ არ გავითვალისწინებთ აი ამ მონაკვეთს, ეხლა განახებთ Deep State-ის რუკაზე. ომის შემსწავლელი ინსტიტუტს აი ეს მონაკვეთი რომელიც Deep State-ს რუხსონაში აქვს, ანუ საბრძოლო მოქმედებების აი ამ რუკაზე, აი ეს ზონა არის მონიშნულია როგორც უკვე რუსების მიერ დაკავებული. მოდით ახლა ვისაუბროთ იმ სირთულეებზე, რომელიც არსებობს ამ მიმართულებაზე. თუკი აი ასეთ შევხედავთ, ჩვენ დავინახავთ, რომ ქალაქი პრაქტიკულად არ არის ადგილი, სადაც არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, თუმცა რაც ყველაზე კრიტიკული და სახიფათოა, ასე ვთქვათ, არის აი ეს სოფელი ხრივნე და ჩვენ ვხედავთ, რომ აი საბრძოლო მოქმედებები უკვე მის სადგომებთან მისული არის, ხო? და მათ შორის, ასე ვთქვათ, იგივე ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზე, აი ეს მონაკვეთი უკვე რუსებს აქვთ, ასე ვთქვათ, აღებული, ხო? აი ეს მონაკვეთი რუსებს აქვთ აღებული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მიმართულებით, რუკის მიხედვით, ხოლო Deep State-ის მიხედვით აქ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს და საბრძოლო მოქმედებები წასული არის სოფელი ხრივნესკენ. როდესაც საუბარია აი ესეთ ქალაქზე, როგორც არის პოკროვსკი, შესაძლოა სოფელი ხრივნე გაუგებარი იყოს, რატომ არის სახიფათო, თუმცა ახლა მე ვეცდები გაჩვენოთ ამის პრობლემა, ჯობს აი ამ ვნახოთ, აი ეს არის ხრივნე, როგორც გითხარით და რა არის ახლა აქ პრობლემა. აქ პრობლემა არის ის, რომ აი ეს არის ცენტრალური გზა, რომელიც შემოდის პოკროვსკიში და მერე გრძელდება მინხოროდის მიმართულებით. აი აქ გადის რკინიგზა. საქმე იმაში არის, რომ ალტერნატიული გზა, თუკი აი აქ რუსებმა შეძლეს და გზა გადაჭრეს და ეს საბრძოლო მოქმედებები გააფართოვეს და აი აქ საბოლოოდ დამკვიდრდნენ და ეს გზა გადაიჭრა, ეს ნიშნავს, რომ მომარაგება გართულდება მინხოროდისთვის, ასევე თავად პოკროვსკისთვის და გარდა ამისა იმ ასე ვთქვათ ჯიბისთვის, რომელიც წარმოიშვება იმ შემთხვევაში, თუ კი მინხოროდი და პოკროვსკი აიღეს, ხო? ამის პარალელურად ხრივნე სოფელი მნიშვნელოვანი იმდენად, როდესაც აი აქ გადის კიდევ აქ გადის კიდევ ერთი საავტომობილო გზა. შავით მოვნიშნოთ. აი აქ გადის აი ეს საავტომობილო გზა ხრივნეზე და შემდეგ უკვე უკრაინის კონტროლებულ ტერიტორიაზე, ხოლო მეორე საავტომობილო გზა გადის ესე და აქედანაც ჩამოდის
უკვე მიხოროდისკენ. ანუ გამოდის რომ ეს სოფელი თუ კი შევიდნენ და დაიკავეს რუსებმა, აი აქ მოხდება გადაჭრა იმ კვანძის, რომელთანაც ერთი სხვა ალტერნატივად შესაძლებელი იყო, რომ პოკროვსკი მომარაგებულიყო, მეორე მხრივ კი უკვე წასულიყო მომარაგება თავად მიხოროდისკენ. გარდა ამისა, თავად უკრაინელი საინფორმაციო არხები წერენ, რომ საკმაოდ რთული ვითარება იმ დანაყოფებისთვის, რომელიც არიან აი აქ სუხიართან, ლივისკისთან და აი ამ სოფელთან, ბოდიში სახელის საკითხი ახლა თუ გამიჭირს, რადგან მათთვის პრაქტიკულად მომარაგების გზები საუბარი არის აი ამ გზაზე, რომელიც ჩამოდის მათთან. ეს მომარაგების გზები პრაქტიკულად უკვე გადაჭრილი აქვთ რუსებს და აქ დამატებითი გზები არ არის, ანუ ავტომობილით ან რაიმე ტრანსპორტით მათი მომარაგება რთულდება და მათ უწევთ ასე ვთქვათ ფეხით გადაადგილება იმისთვის რომ გარკვეული შევსება ან მომარაგება მიიღონ. ასე ვთქვათ, პოკროვსკიში კი კრიტიკული ვითარებაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის ტემპი, რაც გასულ კვირაში შეინიშნებოდა პოკროვსკის დაკავების შენელებულია. შენელებულია იმდენად, ამდენადაც უკრაინელებმა დაიწყეს ასე ვთქვათ კონტრდარტყმები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ჩაატარა უნიკალური ოპერაცია და სუპერდაბალ სიმაღლეზე ვერტმფრენების გადაფრენით მოახდინეს დესანტირება რუსების ზურგში, საუბარია ქალაქ პოკროვსკზე და იქიდან იწყებენ სხვადასხვა პოზიციებზე კონტროლის აღდგენის მცდელობას. ის, რითიც გამოირჩა ეს ინფორმაცია, არის ის, რომ სამხედრო დაზვერვის შეფი კირილ ბუდიანოვი პირადად იღებს მასში მონაწილეობას, ამის ამსახველი ფოტოებიც გავრცელდა. ეს რა თქმა უნდა, შესაძლოა იყოს უფრო მეტად საინფორმაციო ფსიქოლოგიური დატვირთით მნიშვნელოვანი, ვიდრე სამხედრო თვალსაზრისით, რადგან საკმაოდ მაღალი რანგის სამიზნეა ბუდიანოვი და მას რომ რამე მოუვიდეს იქ, გასაგებია რომ მთელ სამხედრო დაზვერვას ძალიან დიდი დარტყმა მიადგება, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს იმ მიდგომას საკითხისადმი, რომელიც უკრაინას გააჩნია, რამდენად მნიშვნელოვანი არის თითოეული ქალაქის დაცვა და შესაბამისად მათ შორის ომის შემადგენელი ნაწილია ფსიქოლოგიური საინფორმაციო ოპერაციები და ამ თვალსაზრისით ნამდვილად ძალიან ძლიერი მესიჯია ის, რომ ბუდიანოვი ადგილზეა, ასევე როგორც გითხარით, უკვე პირველი ძალიან სწრაფი გარღვევის შემდეგ, რომელიც გასულ კვირაში ფიქსირდებოდა, ნელ-ნელა დასტაბილურდა ვითარება და დაიწყო, ასე ვთქვათ, სტაბილიზაცია, თუმცა სტაბილიზაციამდე ჯერ კიდევ შორს არის და რუსებს აქვს გარკვეული უპირატესობა, თუმცა შენელებული. აქ ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, მათ შორის უკრაინული საინფორმაციო საშუალებებიდან, რომ გარკვეული კატათაგობანა მიდის ახლა პოკროვსკში. მაგალითად, უკრაინელები შედიან, ანუ სახლიდან სახლში გადადიან, კორპუსიდან კორპუსში და ასე ხდება რაიონების გაწმენდა, რასაც აკვირდებიან რუსები და ერიდებიან პირდაპირ საბრძოლო შეტაკებას, ცლიან კორპუსს, გადადიან მეორეში და მას შემდეგ, ასე ვთქვათ, ერთი კორპუსი უკრაინა მიიჩნევს გაწმენდილად და გადადიან მეორე კორპუსში, ხდება რუსების გადასვლა ისევ იმ კორპუსში, რომელიც, ასე ვთქვათ, უკრაინელებს გონიათ გაწმენდილი. ასე ხდება, როდესაც მცოცხალი ძალა არ არის საკმარისი და ამ შემთხვევაში უკრაინელებს მცოცხალი ძალა არ ყოფნით და ძალიან მწირი და შეზღუდული რესურსებით უწევთ ოპერაციების წარმოება, ეს უკვე ახალი ამბავი არ არის, ვიცით. შესაბამისად, აი ეგეთი ვითარება არის და ამ ინფორმაციის, როგორც გითხარით, თვითონ უკრაინელები ავრცელებენ და ამ ინფორმაციას კიდევ ერთი ვიდეო ადასტურებს, აი ეს, რომელსაც ახლა თქვენ კადრში ხედავთ, როდესაც, ასე ვთქვათ, ეს სამოქალაქო ფორმაში ჩასმული ადამიანი, რუსი
ოპერატორი უპილოტოების და ზოგადად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ ადამიანს პოკროვსკში რა უნდა, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს შენიღბვარი ერთ-ერთი ქალაქში გადაასაადგილებლად და სწორედ იმის გამო, რომ აი ეს უპილოტოს ოპერატორები პირდაპირ ცეცხლის ხაზზე ყავთ რუსებს, მათ აძლევთ აი ამ უპირატესობას, როდესაც ადგილიდანვე ხდება დაზვერვა უკრაინელების გადაადგილების და შესაბამისად რუსებს აქვთ საშუალება აი ამ ქალაქში სახლიდან სახლში გადავიდნენ და ისე აწარმოონ, ასე ვთქვათ, ეს ბრძოლები. შესაბამისად, როგორც გითხარით და რუკაზეც გაჩვენეთ თვითონ აი ამ იმაში რა ქვია პოკროვსკში ვითარება საკმაოდ რთულია, მათ შორის გაჩვენეთ აი მომარაგების გზებთან დაკავშირებით, თუმცა ამასთან, როგორც გითხარით, შენელებულია თავდასხმა რუსული და გარკვეულ რაიონებში უკრაინელები გაწმენდის ოპერაციებს აწარმოებენ, მაგრამ აქ კიდევ ერთ საკითხზე მინდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ქალაქის ბრძოლები, რა თქმა უნდა, და თვითონ დიდი ქალაქები, ასე ვთქვათ, ციხესიმაგრეებია და ნამდვილად რთულია ქალაქში ბრძოლის წარმოება. მაგრამ, როდესაც შენ ადამიანური რესურსში გაქვს გარღვევა და ნაკლებობა, შესაძლოა ეს ქალაქი პირიქით შენი თავდაცვისთვის უფრო საზიანო აღმოჩნდეს, რადგან, აი, რადგან თქვი ეს კატო დაგვობანა, სახლიდან სახლში გადაადგილება მოწინააღმდეგის და იქ მათი აღმოჩენა უფრო რთულია, გაშლილ ველზე ძალიან მარტივი არის თბოვიზორებით ან დღისით დრონების მეშვეობით ამ გადაადგილების დესანტირების აღმოჩენა და მათი განადგურება, აი ქალაქში კი, როდესაც მასირებული შენობები არის, ანუ ასე ვთქვათ, ბეტონის ჯუნგლია ერთგვარი, იქ ბეტონის სისქეები ისეთი არის, რომ თბოვიზორებით ვერ დაინახავ, რომელ შენობაში ვინ არის, შესაბამისად, ქალაქის ბრძოლები კი და ქალაქები ზოგადად ციხესიმაგრეები არის და იქ ბრძოლების წარმოება ძალიან რთულია, თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც თვითონ უკრაინელებს აქვთ დეფიციტი ცოცხალ ძალაში, შესაძლოა ქალაქში უკვე მასობრივად შეჟონილი რუსები მათთვის სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს და ასე ვთქვათ, აი იგივე სლავიანსკი, კრამატორსკი, კონსტანტინოვკა, აი ამ აგლომერაციაზე ვლაპარაკობთ, რომ ეს არის ფორტიფიკაციების სერიოზული სამი ქალაქი და მისი გარღვევა რთული იქნება, ნამდვილად რთული იქნება, თუმცა აი ამ ადამიანური დეფიციტის ამბავში შესაძლოა პირიქით რუსებმა გარკვეულ, ასე ვთქვათ, სტრატეგიული სარგებელი მიიღონ. ნახოთ მოკლედ მან როგორ განვითარდება მოვლენები. პოკროვსკისთან ერთად, როგორც გითხარით, მიხოროდში არის საკმაოდ კრიტიკული ვითარება და ახლა გადავიდეთ რუკაზე და ვნახოთ მიხოროდი პლუს დობროპილიეს მიმართულება და სხვა მიმართულებებიც, რომელიც ზოგადად ფრონტზე არის. მას ასე, რაც შეეხება მიხოროდს, აქ ვითარება ასეთი არის, ასე ვთქვათ, ეს არის Deep State-ის რუკა და ხედავთ, რომ ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უკვე ხდება ქალაქში შეჟონვა, იქ მიმდინარეობს ბრძოლები, თუმცა იგივე ვითარება არის პრინციპში ომის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკაზეც, აი თქვენ ხედავთ, რომ საბრძოლო მოქმედებები სწორედ იმ არეალებში მიმდინარეობს, სადაც მონიშნულია მათ შორის Deep State-ზეც და ეხლა მოდი ვთქვათ ამ საფრთხის შესახებ. გზები უკვე გითხარით, როგორ წინა რუკაზე, რომ განვიხილავდეთ მიხოროდი როგორ შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს, კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, რომ აი ეს არის ის გზა, რომელიც შესაძლოა რუსებმა გადაჭრან და ქალაქის მომარაგება გართულდეს, ასევე არის კიდევ ერთი საფრთხე. ეს არის საფრთხე იმისა, რომ აი ეს ჯიბე, ასე ვთქვათ, ალყაში მოექცეს უკრაინული დანაყოფების, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კი მიხოროდიც დაეცემა და ახლა რაც ცდილობენ რუსები, ეს არის დობროპილიეს გაგრძელება და აი კრასნი ლიმანიდან ცდილობენ და პოკროვსკიდან ამ გზის გადაჭრას იმისთვის, რომ აი აქ შეერთდნენ
რუსი დანაყოფები, რომ აქ უკრაინელები ალყაში მოაქციონ. ვითარება ასეთი არის, უშუალოდ საბრძოლო მოქმედებების ბოლო წერტილები რომ ავიღოთ. ნახავთ, რომ 3 კილომეტრია საბრძოლო მოქმედებებს შორის თავისუფალი სივრცე, სადაც ახლა ვთქვათ ხდება აი აქ აი ამ ზონაში, ასე ვთქვათ, უკრაინელების მომარაგება. თუმცა თუ კი საბრძოლო მოქმედებებს და გავწდებით და რეალურად სადაც ვთქვათ განან რუსები იმ მონაკვეთებს ავიღებთ, მაშინ დაახლოებით 10 კილომეტრის დაშორება არის. ანუ გამოდის, რომ თუ კი რუსები და ამ ეტაპზე როგორც ჩანს, უფრო როცა ვიდრე თუ კი მოხდება პოკროვსკის აღება, შემდეგ უკვე შეეცდებიან კრასნილიმაინიდან ჩამოსვლას და ამ შემთხვევაში უკვე სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდებიან აი მთლიანად ამ ადგილას ყოფი უკრაინელები. ნახოთ აქ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ როგორც გითხარით, პოკროვსკიში მიმდინარეობს გარკვეული წმენდის ოპერაციები და იქნებ შეძლონ უკრაინელებმა აქედან გამოძრომა, ისევე როგორც ეს შეძლეს დობროპილიეს გარღვევიდან. შეგახსენებთ, რომ ეს საფხულში დობროპილიეს გარღვევა რუსების ერთ-ერთ მთავარ წარმატებად მიიჩნეოდა. აი ასეთი ვითარება არის ახლა დობროპილიაზე, ან პრაქტიკულად ამ გარღვევისგან არაფერი აღარ დარჩა, ეს იყო გარღვევა და ხედავთ, რომ პრაქტიკულად სრულად აქვთ უკრაინელებს გათავისუფლებული. მოდი შევადაროთ ომნის ინსტიტუტის შემსწავლელი ინსტიტუტის რუკას. აქაც პრაქტიკულად დასტურდება, რომ აი ეს გარღვევა აღარ არსებობს, ეს ლურჯად მონიშნული ეს დაირღვინეს უკრაინელებმა. განსხვავება აი ამ მონაკვეთში არის, აქ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასე ვთქვათ, მიანიშნებს, რომ ჩრდილოეთით სოფიევკისკენ არის აი აქ არის ეს სოფელი, ქალაქი უბრალოდ არის გარკვეული რუსების წინსვლა და აი აქ საბრძოლო მოქმედებებია, ხოლო Deep State-ის რუკაზე ჩვენ ხედავთ, რომ პირიქით აი ნახეთ, უფრო ცხადი რო იყოს. აი ეს მონაკვეთი ასე ვთქვათ, ამ რუკაზე არის აი ეს ადგილი და ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით აი ეს მონაკვეთი, რაც ახლა შემოხვაზრული არის ის მონაკვეთი, სადაც რომელიც რუსებს ჯერ კიდევ დაკავებული აქვთ, ხოლო უკრაინელებისთვის, Deep State-ისთვის ეს მონიშნულია როგორც საბრძოლო მოქმედებების ზონა და აქ ასე ვთქვათ, აი ეს ორი მცირე დაჯგუფება რუსული დარჩენილი, აი ეს ორი დაჯგუფება და მიმდინარეობს მათი განადგურების საკითხი. ახლა უკრაინელების ასე ვთქვათ მიზანი არის, რომ აი აქ გადაიჭრას ეს დობროპილიეს გარღვევა, შესაბამისად შეძლონ სამხრეთით, შესაბამისად შეძლონ სამხრეთით გადაადგილება იმისთვის, რომ კრასნილიმანისთან ჩამოვიდნენ და უკვე შეძლონ დახმარება მიხოროდისთვის. შესაბამისად, თუ კი მართლაც მოახერხებენ დობროპილიეს აი აქ გადაჭრას, რისკენაც მიმდინარეობს ახლა ამ მიმართულებით ბრძოლები და შემდეგ უკვე შეძლებენ სამხრეთ აღმოსავლეთით წამოსვლას, მაგრამ შემთხვევაში მიხოროდში არის შანსი, რომ მიხოროდი პოკროვსკის დაცემამდე გააძლიერონ. ყოველ შემთხვევაში ვითარება ახლა ამ მიმართულებით ასეთი არის. კიდევ ერთი ასე ვთქვათ, ქალაქი, რომელიც ჩვენი ყურადღების ქვეშ არის, რა თქმა უნდა, არის კონსტანტინოვკა. იმიტომ რომ ისიც კონსტანტინოვკა იმ აგლომერაციის შემადგენელი ნაწილია, რასაც ქვია კრამატორსკი, კონსტანტინოვკა და
ოდნავ ჩრდილოეთით კიდევ არის სლავიანსკი. შესაბამისად, კრამატორსკი, კონსტანტინოვკა ამ ეტაპზე, იქ სადაც შესაძლოა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდეს, არის ჩვენი ინტერესის სფეროში. აი ასეთი მდგომარეობა არის კონსტანტინოვკაზე, რაც შეეხება ომის შესწავლილ ინსტიტუტის სრუკას და კონსტანტინოვკის მიმართულებით, აქ ასეთ მოცემულობას გვაძლევს. ანუ ომის შესწავლილ ინსტიტუტის სრუკის მიხედვით კონსტანტინოვკაში რუსების შეჟონება უკვე მოხდა და აქ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. ეს არის ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგი, თუმცა აი აქ ხედავთ გალურჯებულ მონაკვეთს, რაც გულისხმობს იმას, რომ იყვნენ რუსები და მოახერხეს უკრაინელებმა ამ რაიონის, ასე ვთქვათ, დაცვა. ეს არის ქალაქის შესასვლელი, როგორც ხედავთ. აქ ამ რუკისგან განსხვავებით, თავად Deep State-ის რუკაზე ვითარება ესეთი არის, აქ ჯერ კიდევ ეგრეთ წოდებულ სააგარაკო ზონებში მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები და ქალაქში არ მომხდარა შეჟონება. ანუ ის მონაკვეთი, რაც ომის შესწავლილ ინსტიტუტის რუკაზე იყო ნაჩვენები, არის დაახლოებით ასე. აი დაახლოებით აქ არ იმყოფებიან რუსები, ხოლო უკრაინელებმა შეძლეს აი ამ მონაკვეთის უკან დაბრუნება. ანუ ომის შესწავლილ ინსტიტუტის ინფორმაციას თუ დავეყნობით, აი საბრძოლო მოქმედებების არეალი დაახლოებით ასეთი არის, ანუ ქალაქის აი ეს მონაკვეთი. ამ მონაკვეთში უკვე მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, მათგან აი ეს მონაკვეთი უკვე, ასე ვთქვათ, აი ეს მონაკვეთი უკრაინელებმა უკან დაიბრუნეს, ასე ვთქვათ. თუმცა კონსტანტინოვკის კაში შესვლამდე ჯერ როგორც ჩანს კიდევ შორია, მაგრამ აქ არ არის გამორიცხული, რომ იგივე ტაქტიკით იმოქმედებენ და პრინციპში სავარაუდოდ იგივე ტაქტიკით იმოქმედებენ, როგორც იყო პოკროვსკში, რომ მცირე დივერსიული ჯგუფებით შეჟონავენ ქალაქში, იქ გამოიზამთრებენ, ასე ვთქვათ, ოღონდ არ იგულისხმება მთელი ზამთარი, რა თქმა უნდა, დაელოდებიან დამატებით ძალებს და შემდეგ მოხდება უკვე მასირებული თავდასხმა, მაგრამ მანამდე ნახოთ, როგორ განვითარდება ზოგადად მოვლენები. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კონსტანტინოვკის ვითარება ასეთი იყო და რთული ვითარება რჩება კიდევ ერთხელ პოკროვსკიზე და ნახოთ აქ როგორ განვითარდება მოვლენები. ოდნავ ჩრდილოეთით წავიდეთ და ნახოთ უკვე კუპიანსკში არსებული მდგომარეობა. აქ რახანია ვითარება აღარ შეცვლილა. ერთადერთი, მაგრამ მანამდე მოდით ომის შესწავლილ ინსტიტუტისაც დავხედოთ კუპიანსკის მიმართულებას. იმისთვის რომ შევადაროთ Deep State-თან რა განსხვავება არის. როგორც ხედავთ, აი ესეთი არის ვითარება, აი ეს ყვითელი ზონა არის საბრძოლო მოქმედებების არეალი და ამ შემთხვევაში Deep State-ი აჩვენებს, რომ ესე გამოდის დაახლოებით და მათი, ასე ვთქვათ, ეს რუკები პრაქტიკულად ემთხვევა ზონალურად ერთმანეთს. კუპიანსკის მიმართულებით, რაც საინტერესო არის, რუსეთის გენშტაბმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი აკონტროლებენ ქალაქ სადოვეს. აი, აქ ხედავთ, რამხელა დაშორება არის. თუმცა მათ ეს განცხადება უბრალოდ გააკეთეს, არც რაიმე ფოტო გამოქვეყნებულა, ან ვიდეო, ან რაიმე მსგავსი, არა, უბრალოდ თქვეს, რომ აქ ვართო. რაც რის დამადასტურებაც არის, ერთადერთი რაც ასევე შეიძლება აიხსნას, რატომ არის მნიშვნელოვანი მათთვის ეს და ეს განცხადება ისევ ალბათ აი ამ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებს უნდა მივაწეროთ, რომ თუ კი ისინი არიან სოფელ სადოვეში, გამოდის, რომ აი ამ ზონას აკონტროლებენ და მაშინ აი ეს გერასიმოვის განცხადება, რომ კუპიანსკთან დიდი უკრაინული დანაყოფი არის ალყაში, აი საუბარი იქნება ამ მონაკვეთზე, შესაძლოა მაშინ ნამდვილად ანუ აი ამ ინფორმაციის ასე ვთქვათ გასამართლებლად თქვეს, რომ აი ამ სადოვესაც აკონტროლებენ და საუბარი არის იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ გამოჩნდება, ამ შემთხვევაში თუ კი სადოვესაც აკონტროლებენ, გამოდის, რომ მათი კონტროლის არეალი ასეთი არის და აქ უკვე ნამდვილად
აი ამ ზონაში შესაძლოა ნამდვილად იყვნენ ეს უკრაინელების საფრთხის ქვეშ. მაგრამ როგორც გითხარით, ამ სადოვეზე არანაირი ფოტო, ვიდეო ან რაიმე სხვა ტიპის გეოლოკაციის მტკიცებულებები არ არსებობს. ბოლოსკენ რომ შევაჯამოთ, როდესაც ჩვენ ბუდანოვის პოკროვსკში გამოჩენაზე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ ამას სამხედროზე უფრო მეტად შესაძლოა საინფორმაციო ფსიქოლოგიური დატვირთვა ჰქონდეს, ასევე ასეთივე რომ საწარმოებს რა თქმა უნდა რუსეთის და პუტინმა გამოაცხადა მზადყოფნა, რომ მზად არის 6-8 საათით ამ მიმართულებაზე ცეცხლის შეწყვეტოს იმისთვის, რომ საერთაშორისო ჟურნალისტები, მათ შორის უკრაინელებიც შევიდნენ ადგილზე და ნახონ, რომ ნამდვილად რუსები აკონტროლებენ ეს სიტუაციას და რა ვითარებაა, რაც ასე ვთქვათ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება, რადგან რა თქმა უნდა ასეთ ვითარებაში ეს იმის მაჩვენებელია, რომ აი ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთ და არაფერი პრობლემა არ გვაქვს და მოდით და თქვენი ნახეთ თუ არ ვაკონტროლებთ. ეს მათ შორის რუსულ წყაროებში ერთგვარ პასუხად მიიჩნევა Z ბლოგერების დაცინვაზე. მე შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ გერასიმოვმა პუტინს მოახსენა, რომ ყველაფერი ძალიან მაგრა არის და პოკროვსკში და მიჰოროდში პოკროვსკში და კუპიანსკში ბოდიში დიდი რუსული შენაერთები არიან ალყაში. და ამ ყველაფერი სასაცილოდ არ იყო Z პატრიოტებს და თავიანთ ბლოგებზე პრაქტიკულად ღიად დაცინოდნენ გერასიმოვს და პუტინს, სადაც ამბობდნენ, რომ ესენი ბოდოვაში არიან და არაფერი მსგავსი არ ხდება და ვითარება კრიტიკულია ყველა მიმართულებაზე და მიმდინარეობს ბრძოლები. შესაბამისად, როგორც ჩანს, აი ამ თვითონ Z ბლოგერების პასუხად, აი ესეთი რაღაცა მოიფიქრეს რუსებმა, რომ რაღაცა თითქოს აპირებენ, რომ მზად არიან უბრალოდ რომ მშვიდობა 6 საათიანი გამოაცხადონ, რომ ჟურნალისტები შევიდნენ და იქ ასე ვთქვათ თვითონ ნახოს თავისი თვალით ყველაფერი, თუმცა ჟურნალისტებზე ადრე, როგორც გითხარით, გურის ანუ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცდანიშნულების რაზმის შეფი შევიდა კუპიანსკში, პოკროვსკში და იქ აი ამ გაწმენდის და ქალაქის დაცვის ოპერაციებში თვითონ პერსონალურად და პირადად იღებს მონაწილეობას. ასეთი იყო ვითარება ფრონტზე. და ახლა მინდა კიდე ორი ვიდეო გაგიზიაროთ. აი ეხლა რასაც ვყურებთ, ეს არის ბელგოროდში დამბის დაბომბვის შემდეგ, რაც გამოიწვია ასე ვთქვათ წყლის მომატებამ. და მაშინ წინა ეპიზოდში ვივარაუდე, რომ ეს ყველაფერი გაკეთა, იმიტომ რომ რუსების ასე ვთქვათ საფორტიფიკაციო ნაგებობები დატბორილი იყო და ამ პროცესი როგორც ჩანს დაწყებული არის. ჩარჩა გარკვეული რუსული ტექნიკა და ასევე იმ ნაგებობებში, რომელიც ფრონტის გასამაგრებლად აქვს აწყობილი და გამაგრებული რუსებს, იქ უკვე წყლის დონე, ასე ვთქვათ, მატულობს და კიდევ ერთი ვიდეო, ახლა ამას, ასე ვთქვათ, ჩემი ხმის გარეშე ვუყუროთ. В общем, это приехало, это как его меня выселять зимой, октябрь месяц. Пацаны, это зона СВОшники, это СВОшники. Вот так вот у нас, вот видите, как делают. Все, приехал, приставай, забирает у меня квартиру. Зимой. Так, вот тут сотрудники, видите, все. Видите, да? Вот так вот, видите. Вот. Приехали и забирают у меня ночью, кстати. Ну как ночью, вечером. Забирают у меня квартиру. Так что, пацаны, не воюйте в СВО. ეს კაცი არის 55 წლის რუსეთის გმირი ვასილ ტრიფონოვი და თქვენ ნახეთ, როგორ გამოაძევეს ის იმ სახლიდან, რომელიც მას გადასცეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებისთვის. აი ასეთი არის რუსეთი. ჯერ გაგიშვებთ ომში, იქ თუ გადარჩით, დაგაჯილდოვებთ და მერე ჯილდოს წაგართმევთ.
დღევანდელი ეპიზოდი ასეთი გამოვიდა. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა ყველას, ვინც აქტიურობთ კომენტარებში, ალაიქებთ ვიდეოს, ვინც ხართ არხის გამომწერები. განსაკუთრებული მადლობა დონაციისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ვისაც დონაციის სრული გაქვთ, ანგარიშის ნომერი აღწერაშია და თანხა გროვდება ხმის და ტექნიკური სისტემების გასაუმჯობესებლად. თქვენ კი ვისაც არხი ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში. მადლობა, ნახვამდის დროებით.